ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის თვითფასო მეგობრებო მოგესალმებათ ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი დღეს განსხვავებული გადაცემა გვექნება ვინაიდან მოვიგონებთ ჩვენგან უდროდ წასულ წკინვალე მომღერალს ქართული ესტრადის ნამდვილ ვარსკვლავს ვია 75-ისა და ანსამბლ ივერიის სოლის ბატონ გოჩალორიას სტუდიაში გოჩალორიას მეგობრები და კოლეგები ყავს მოწვეული და ნება მიბოძე წარმოგიდგინოთ ქალბატონი მანანა თოდაძე და ბატონები ჯემალ ბაღაშვილი ვახტანგ დათიშვილი მუგზარ კვაჩალი დათო აბულაძე რომარ ცვილაძე და ბესო კალანდაძე მოგესალმებით დღეს ისეთ თემაზე ვარ შეკრებილები რომელიც ჩვენთვის ხომ ძალიან ახლობელია მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ათასობით თუ 10,000-ობით და 100,000-ობით არა ქართველი მაყურებლისთვის ძალზე ახლობელია იმიტომ რომ ის ეხება მართლაც დიდებულ მომღერალს გოჩალორიას რომელიც ორი გამორჩეული და მართლაც ლეგენდარული ანსამბლის 75-ისა და ანსამბლ ივერიის სოლისტი იყო და უმნიშვნელოვანესი წვლილი რო აქვს შეტანილი აი ამ ორივე ანსამბლის შემოქმედებით ცხოვრებაში. მე უკვე თავისი სოლო კარიერა ჰქონდა, მაგრამ ალბათ პირველ რიგში ყურადღება გავამახვილოთ მის წვლილზე ამ ანსამბლებთან მიმართებაში და საერთოდ მის პიროვნებაზე და მის განსაკუთრებულ ადგილზე ქართული ესტრადის ისტორიაში. მამა, შენ დაიწყე. პრიანი იქნება 75-დან დავიწყოთ, იმიტომ რომ ქრონოლოგიურად ასე უფრო სწორია. კი ბატონო, ქრონოლოგიურად ასე იქნება და აგერ ყავს 75 ორი წარმომადგენელი და რომარ ცვილაძეს ორივე მხრიდან ეხება 75-დანაც და ივერიიდანაც. ბრძანე რომა შემოგარგო. პირველ რიგში გია დიდი მადლობა შენ რომ გოჩას ისენებ. დიდი მადლობა შენ რომ ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ჩემ უახლოესი ადამიანები რომელსაც სამწუხაროდ ძალიან იშვიათად თუ ხვდები და მაგ შემოხედა ეს ჩემი დიდი ისტორია და თავარი რა არის ის რომ ძალიან სამწუხაროა რომ ცხოვრებაში გოჩა არ დაფასდა მის ცხოვრებაში და რომ ნამდვილად უდაოდ განსხვავებული თავისი ხმის ტემბრით ის 75-ში და ივერიაში რო იყო თავს ზდობდა მე ეს ვიცი პირადად მაგზან უბედნიერებსაც იმიტომ რომ პირველად აქ იგრძნო 75-მდე სუბღეროდა რესტორნებში, კლუბებში, სამეგობრებთან ერთად ჩვეულებად რაც ჩვენი ცხოვრება, მაგრამ როცა აღმოჩნდა აი ამ ორ დიდ კოლექტივში, ორ დიდ ისტორიაში, მან თავი იგრძნო ძალიან ბედნიერად. ჩემი ისტორია გოჩასთან ცოტა ისეთ რამე, ჩვენ პირველად 75-მდე რო ჩამოყალიბდით, პირველი რეპეტიციები ჩვენ ქონდა შოთა რუსალაძე, გერზან. დაახლოებით 2 თვე ვარტყავდი წერეს შავ ზღვას და მაშინ გოჩა არ იყო ჩვენთან და რო გავაკეთეთ ეს პროგრამა რო დარწმუნდით რომ საჭირო იყო ესეთი განსხვავებული გამორჩეული სოლისტი და რო დავიწყე ზრდამ და ბატონ რობერტის ქონდა საოცარი წინასწრობა ქონდა და ზუსტად იცოდა ვინა ეყვანა ბატონ რომელ ბარძევაშვილს სასწაული ამ დიდ პიროვნებას და მსგავსი დღევანდელ ენაზე პროდიუსერი, მენეჯერი მე არ მეგულება დღემდე. საოცარი ადამიანი იყო და როგორ მიაგნო ამ ნამეს და პირველად რომ ადამიანებმა რესტორან არაქსში ქონდა ჩვენ შეხვედრა გოჩასთან. იქ მოვიდა პირველად ნუ ტანა დაბალი ხო სვაჟოს რა არის თვითონ გვარში ყველა თავის დების და ყველა არის ძალიან ისეთი ახლოვანი ანადები და გოგოები უყრესულ და ბიჭი რომ დაიბადა გოჩა ნუ დაარქვეს გულივერი პასპორტში. და რომ მაღალი და ზუსტად ვიცოდნენ რომ ეს გენეტიკა და აღმოჩნდა პირიქით მაგრამ ძალიან დიდი იყო. საბაგირო შემოქმედებაში აღმოჩნდა გულივერი ნამდვილი. განსხვავებული ხმით, განსხვავებული ტემბრით. ზუსტად ჯერ მარტო ბატონმა ჯემალი და ბუტღუზი როგორ მოარგეს ეს მისი ეს როლი 7-20-ში ეს ყვავი ხო ეს საოცრება მოხდა. იქ გაიხსნა გოჩა აი თითქოს ელოდებოდა ამ არიას რომ ბოლომდე მისი საოცარი და მე არ დამოვიწყება 77 წელი იყო ვართ მაშინდელ მახარაძეში კი ბატონო დღევანდელი ოზურგეთში და სასწაულში ვართ ველოდებით ავტობუსს და უნდა წამოვიდეთ ჩამოვიდეთ თბილისში
ფოიში ვზივა ჩანთებით და მომიახოდა და ესო ჩემიო ეს ლექსიო და ნახეო იქნება და ხო ლექსი რო კითხულობ რო იცი რომ ეს სასიყვარულოდ აია კარგია მაგრამ სასიყვარულოდ არ გამოდგება არის პირიქით მაგრამ ეს იყო ისეთი რომ ვერ გავიგეს მაგრამ სამი თუ მესე ჩვენმა ყოველთვის პიპზე ლექს და ჩამოვლი სულ თოთახეს დავჯექი და უცებ ესმა წამიყვანა და მე ვთვლი რომ დაიბადა სიმღერა სახალხოა დღეს იმდენად პოპულარულია და 83 წელს რომ მოხდა ჩვენ დიდ ოჯახში ეს დიდი ტრაგედია პატარა გიორგის თემურ ციკლაურის ვაჟის გარდაცვალებას გულისხმობ. მაშინ თემო თქვა რომ რაღაცნაირად მიუძღვნა აი ამ ტრაგედიას და მაშინ თემამ შეასრულა ცოტა სხვანაირად თქო უნდა. და ეს მე დღემდე რაღაცნაირად დამჭა ის რომ უბრალოდ კოლეგა არ იყო და უბრალოდ ერთად არ გვიმუშავია. ანუ მისი ნამუშევარი მისი ლექსით დაიბადა ეს სიმღერა დღეს ზუსტად ვიცი რომ არასებობს ოჯახი რომ გოჩა ლორიას ტექსტზე აღგერებული ეს სიმღერა ყველამის აი რომან ნახეთ შემოძვეთ აი ეს სიმღერა დარწმუნებული ვარ მართლა ყველას აქვს მოსმენილი როგორც შენი შესრულებით ისე თეიმურა ციკლაურის შესრულებით მაგრამ დუეტი მაიმღერე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ძალიან ცოტა შეიძლება თითზე ჩამოსაცულმა ადამიანმა იცოდეს რომ ეს ლექსი არის სწორედ გოჩა ლორიაცი და მოდი თავად შენ შეასრულე და ეს იქნება შენი მიზურა დიდი სეონები დიდი სეონები ვისი სიცოცხლეს ვიხავ მინდა სიცოცხლე ვიყო ვისი ერთგული ვარ ფიცავ ერთგული ვჭები მე რომ ენატრება მას თუ ენატრები მალე შემახვედრე ღმერთო გევედრები მე რომ ენატრება მას თუ ენატრები მალე შემახვედრე ღმერთო გევედრები სევდამატირა ჩემი სიმღერები გმარა მის მაგივრა სიზმრებს ვეფერები მართლა მენატრება ჩემი სიყვარული მალე შემახვედრე ღმერთო გევედრები მართლა მენატრება ჩემი სიყვარული მალე შემახვედრე ღმერთო გევედრები ის ყველგან ჩემთან არის მის სახეს ვეფერები მის თვალებს მის შვილს მის ხეულს ვეფერები მის შვილს მის ხეულს ვეფერები მე რომ ენატრება მას თუ ენატრები მალე დამიბრუნე ღმერთო გევედრები მე რომ ენატრება მას თუ ენატრები მალე დამიბრუნე ღმერთო გევედრები
მისთვის მისხეულს ვეფერები მადლობა. მამა, ეხლა ლოგიკურად უნდა გადმოვიდე შენთან, იმიტომ რომ ყვავი ახსენეს და ივერია. მადლობა, რომ ჯერ შესრულებისათვის რა თქმა უნდა ტრადიციულად პროფესიონალურად ამბობდონეზე და კიდე იმ პასისათვის, რომელიც წერან რო ახსენა ჭხილთაგორწილი და ყვავი, გამახსენა ძალიან უცნაური რამე, აი თითქოს ზეციდან იყო ეს დაშვებული, რომ სწორედ ასე უნდა მომხდარიყო, რომ გოჩას უნდა ემღერა და აი ეხლა მოგიყვებით რა და თავად გასაჯეთ. 77 წელი წაღან დავაზუსტე შენთან, როცა ალტერნატივა სამზადებლეთ. 77 წელი. 75-ში. ბარდანაშვილი შესანიშნავი მუსიკა ერთ-ერთი პირველი როკ-ოპერა ვერ გადავიღეთ. გახმაურებული ესო ქრისტე სუპერვარსკვლავის მერე და ამას ამზადებს 70-ში. მე ამის შესახებ ვიცი, მაგრამ არ მინახია, ჯერ არ არის, პრემიერა არ შედგა. სამტრედიაში გასტროლები გვაქვს ივერიას, სექტემბერი თუ ოქტომბერია და შემხვდა გოჩა. ქუჩაში ჩვეულებრივ. ჯერ თქვენი წევრია, 75-შია და ისედაც მოგეხსენება შავგრევანი იყო, კუპრივით ჩავითმები და ფოთიდან ჩამოსულია, ეტყობა ისო რუჯის მიღებულია და პლეუს ამას კაცო შავი კოსტუმი აცვია, შავი ულოშები. ცოტა მეუცხოა რომ ასე ჩაშავებული, მაგრამ არ მეთქვი არაფერი და ხომ შედოვა მაინც გითხე და კიო კაცო ნათესავის კორწილიაო და ხო იცი ჩვენ. კაი, გავატარეთ. რა შევები მოვიკითხეთ და მივედით ალტერნატივამდე რომ მომიყვები მე ვთხარი რა ხდება რომ მომიყვა ასეთ კაი მუსიკა შესანიშნავი მუშაობთ ერთი მეორე და შენ რა სასულებ მე ვთხარი მე რომანტიკოსი ვარ რომანტიკოსი კარგია მე ხო დაბარტყათარი ბიჭო ასე ჩაცმული ჩემთან მოსულიყავი კასტინგზე მე ვთხარი ყვავის როლს მოგცემდი აშკარად რა ვიციდეთ იმანაც მე თვის წინაშე გევნები 77 წელია კაცო გავიდა 2 წელი 60 ჯერ არავინ არ ფიქრობს ჭირთაგორწილს აი ესე დაემთხვა უცნაურად რომ სწორედ ყვავი ვათამაშე და ითამაშა და რა ითამაშა შეასრულა და რა შეასრულა გნებავს სცენაზე გნებავს გიზბურგის ფილმში ეკრანზე თითოეული არია თვითონ და როგორი აქტიარული და ვოკალური მონაცემების როგორი ფეიერვერკი და სწორედ ტომ ჯონს მაგონებდა სულ მისი ხმა აი იმის მერე ნუ გზარ წარმოიდგინე ხა რა შესრულებლები იყვნენ მოიცე სოფო პაულიაშვილმაც იფერა, ერამ სეფაშვილმა იფერა, ბორის მედია, ყველა კარგია, ყველას თავის პლუსი აქვს. რა თქმა უნდა. პუბლიკა ხო იცი როგორია, ის რო დარჩა და დარჩა. განუმეორებელი ყვავი იყო რა თქმა უნდა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მწირია ძველი პერიოდის მით უმეტეს ხარისხიანი ვიდეო ფრაგმენტები, დღეს თითოეულ კადრს გოჩას მონაწილეობით მართლაც აი უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თითოეული კადრი ძვირფასია და სწორედ ამიტომ მინდა ჩვენი შოუს მაყურებელს შევთავაზოთ სწორედ ის პირველი ვერსია ჭხილთაგორწილისა, სადაც ყვავის როლს ასრულებს გოჩა ლურია. da tanadi Şerestas maşin Aravis gabatandi Eratı buda Vekne buda medaşe Aseşavi Maruqov da chance Erti buda Vekne buda medaşe Aseşavi Maruqov da chance
სონდეს მწყალობდი მე გისარით მიწვებოდი მწვალობდი შენი საშხი ხვამოდი და ვხარობდი შენგი შენგი თორმას ხოსაკავარობდი შენი საშხი ხვამოდი და ვხარობდი შენგი შენგი თორმას ხოსაკავარობდი მართლაც აი ამ ძველ საარქივო ჩანაწერის ჩანს როგორი ფანტასტიკური მომღერალი იყო და რამდენად ორგანული იყო მისი აი ყოველი ფრაზა რამდენად მართალი იყო იგი ამ შესრულებისას გარდა იმისა რომ საოცრად გამომსახველი იყო თვითონ მისი ვოკალი ამიტომაც არის რომ არაერთ თაობას ახსოვს მისი შესრულება როგორც უზადო და გამორჩეული აქ ისე მოხდა რომ აი ცნობილი სასიყვარულო სამკუთხედიდან ყვავი ჩხიკვი ზაქარა და ჩხიკვი ქეთევანი ჩვენ აქ შეყვარებული დუეტის ლეგენდარული ასე თქვა ვერსიის წარმომადგენლები აქ ყვავს და ჩემო მანანა შენ მინდა ისაუბრო ოჯახი ერთად ვზივართ ზაქარა ქეთევანი და თომაგას კი ბატონო ყველა ერთად არის წარმომადგენელი შენ მინდა რომ გაიცანო ჩემო გულს ნამდვილად გავიხსენებ გოჩას სრულიად სამყარო მისის გოჩა როგორი ნიჭიერი ადამიანი იყო და რომ განსაკუთრებული ტემბრის პატრონი იყო და ის რომ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში და საერთოდ თაობებზე გადავა მისი ჟღერადობა და მისი ნიჭი. მე და გოჩა ძალიან მეგობრობდით. აი და ოჯახებში მისვლა, მოსვლა, ისეთი კარგი ურთიერთობა ქონდა ძალიან და რაც შეეხება ახლა პარტნიორობას იყო არაჩვეულებრივი პარტნიორის სცენაზე. არაჩვეულებრივი ჩვენის მომენტიც რო გოგო ვცოლად გამომყევას რომ ნუ აი სასწაული დუეტი იყო. აბაკაცო ესეთი ჩანართი იყო ესეთი ოპერეტული და თითქოს არაფერი და რა ზუსტად ასრულებდა სტილისტურად დღემდე ყურშე ყველას მისი ნამღერი მოკლე რომერი იყო მაგრამ ყველასთვის დასამახსოვრებელი ყველა დასამახსოვრებელი სადაც წრუწუნა არის გადაცმული თვითონ ჩიკვი ქეთევანია და ახმოვანებს შენ და არის გოჩა ვაკის პარკში ჯინსის ბუდეს აგიღებ ვაკის პარკში მუხაზე ჯინსის ბუდეს აგიღებ დღემდე ახლა იმ ეპოქის დამახასიათებელია გოგო ვცოლად წამომყევ შემიყბარდი გამიგე ვაკის პარკში მუხაზე ჯინსის ბუდეს აგიღებ სიყვარული არ მოდის ძალითა და მუქარი ბავშვობის საბესტილება როგორი ძაფრია ფოთში იყო ჩიქვილთა ქორწილის სპექტაკლები და აი მახსოვს როგორი ზემოქმედება ქონდა გოჩას ნამღერს დარბაზზე, როგორი მონოსხული უსმენდა პუბლიკა და როგორი პროფესიონალებიანი ივერიელები ეს ყველას მოეხსენება და ნუ მანანახო ამ ხრივ მართლაც გამორჩეულია. მე ვარ კულისებში როგორც ყოველთვის და იქ დევს მიკროფონი. ზუსტად ის მომენტია, როდესაც გოგო ბოცოლად გამომყევ დაიწყო
და ვაკის ბარგის აი იმ ადგილს რომ მივიდო რომ ჯინსის ბუდეს აგიგებ და ამ დროს შენ უნდა გააგრძელო სიყვარული არ მოდის ბიჭო ახლოვდება ეს ფრაზა და არ არის მანანა კულისებში დაიწყო უკვე გოჩამ არ არის და მივიდა აი ჯინსის ბუდეს და ფიქრობდი ჩემთვის მეთქი მე ხო არ ვიმღერო ვიდრე არავინ არ არის და რაღაცით შევავსო რა ალბათ რაღაცა 9-10 წლის და ჯინსის ბუდეს აგიგებ და ხმამესმის ფეხსასმის ტკ 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 და ზუსტად დააგიგებ და სიყვა ზუსტად მიასწრა ის არაფერი არ უზრია ვიცასახე მაყურებელს ახლა გადავიდეთ თავარ ვიზავიზე ანუ ჩხիկ ზაქარაძე რომელსაც ორთაბრძოლაც უხდებოდა სცენაზე და მაგას პირველ დაბაში დიდი ბრძოლა ქონდა მაგაზე მინდა გავიხსენო რომ წავედი ბოტანიკურ ბაღში და დირექტორი მოვნახე გადასარევი პიროვნება ესა და აუხსენი აი ესეთ და რა გინდაო და მე ვუთხარი იქ კენდო გვაქვს ისეთი ჩხუბი გვაქვს ისე და ორი ბამბუკის ჯოხი მინდა მეთქი ისა. მაშინ ძალიან ეგზოტიკური რამ იყო და ესე გაგიჟდა ეს კაცი. კაცო სიმღერა ვიცი კარგად ახლა ჩხუბიც იცით მე ვუთხარი ნუ გჭირდება ნუ კაი. იქ რაღაცა შენახული ქონდათ ისინი რაღაცა და ორი კარგი ჯოხი აარჩიეს ბამბუკის ისეთი მაგარი და მოვედი ნუ დარბაზში გახარებული ვარ ესე. ნუ ვითამაშეთ კონცერტები რა თქმა უნდა. მაგრამ გავიდა ხანი და ახლა ეს ბამბუკი დაიჩეჩქვა რა გათხრა და ნუ კონცერტის დროს რა უნდა ქნა იქ ისინი იყვნენ რა ქვია მეხანძრები იყვნენ და ფილარმონიაში და მოიტანეს 2 მილი 2 მილი და გადაჭერეს ესა დაახვიეს ზედ რაღაცა რომ ვითომ ეს არისო და ამით მილი არ კინა ხო ნუ კაი ახლა კაი მეთქი და ნუ რაღაცა ჩხუბობდა ის შევიდა ძალიან იმაში მომიქნია მომარტყა მუხში გადამიგლიჯა აი რა გამწარებული ვარ და და სცენარითაც ისეა რომ უნდა დავიჭირო რა ყვანჩალ მოკლა მე ვიღაცა და აბულაძე დაიჭირეთო გამეცა რა მანასაც კარგად ასე რამდენი ნუ ასეულობით კონცერტი ჩავატარეთ ხო ჩხიკვები და როცა საშუალება მქონდა გოჩა რომ ღეროდა თავის არიას მივდიოდი და უსმენდი აი უსმენდი რომ ვიცოდი რაღაცას ჩაახვევდა სხვანაირად რომ უდიდესი ჯერ ხო ნუ ვოკალზე აღარ ვიძახი როგორი რა მაგონდა კულტურა ქონდა რაღაცა მაგრამ დიდი მუსიკოსი ამდულად და ისეთ რაღაცას გააკეთებდა ჩაახვევდა ხოლმე ისე ლამაზად და ის ნუ არ ვიცი უნიკალური პიროვნება იყო დრამატული ტენორი ქონდა თან ისეთი ბარიტონალური ჟღერადობის და ამასთან ერთად აი ამ შინაგან სიმტკიცესთან დრამატიზმთან ერთად როგორი სითბო ქონდა აი მაშინ ტემში განსაკუთრებით ეს ჩანდა როდესაც ის ასრულებდა ფანტასტიურად ორფეოსის არიას არგონავტებს ამაზე ცოტა მოგვიანებით და ახლა გადავალ ჩვენს ლეგენდარულ წურწუნაძე და იმავდროულად კაპიტან ვახოზე, იმიტომ რომ არგონავტების ვახსენებ. ვახო, შენ ბრძანე, ჩემო კარგო. ცოტა ძალიან ის რო არ იყოს ჩვენ ისა და გავიქცეთ ესეთი რაღაცა რომ რუსეთის ტელევიზია გადაიღო ეს ჩხიტა კორტილი რუსული ვარიანტი. ეს მომენტია რომ აქ ვიღებთ ამას და რატომღაც მოინდომა რეჟისორმა რომ მთაზე უნდა იყოსო ეს და იქვე და უნდა ყიდოდა წვაო დიდი ბოდიში ვახო რადგან ეს ახსენე აი ზუსტად ამ თემაზე გვაქვს ერთი პატარა ვიდეო ჩანართი სადაც თავად გოჩაყვება ეს არის მამაჩემის გადაცემაში რომელიც ტელე იმეჯი მომზადდა სტუმრად იუმორინასთან მოდი ჯერ გოჩას მოусმინოთ სადაც ის ახსენებს ალექსანდრე ბასილაიას და სწორედ მოკლედ ეხება ამ თემას და შემდგომ განმოვცოთ ეს ისტორია ჩვენ შოუში ბატონი ალექსანდრე ბასილაია გენიოსი კომპოზიტორი, რომელმაც ყველა მომღერალს აბსოლუტურად ვინც ივერიაში მოღვაწეობდა, მოარგო თავის სტილზე, თავის ვოკალზე, თავის მონაცემებზე და მათ შორის მეც ეს ორი ყვავის არია, ჩემთვის იყო კულმინაცია ჩემს ვოკალურ მონაცემებისთვის. ფანტაშორის აი თემურის თავდადება ვახსენებ და ნუ ზარდა თემურ წინვალეთ გახსოვთ თვითონ გოჩას თავგანწირვაც როცა ევგენი გინზბურგმა მოინდობა მყინვარზე მისი გადაღება
ყველაშორის იმ დროს ერთ დროს შენ რომ მოყევი ოპერატორი იყო მარტო ნასვამი და აქ გადაღების დროს კიდე ბევრი ვიღაცები და გოჩა ლორია დარჩათ მყინვარზე. მაგას მე მოგიყვებით რა დამემართა იქ. მოყევი რა. ეხლა ზევით მთაზე სადღაც პატარა ეკლესიასავით იყო რაღაც ქვის აშენებული რაღაცა და იქ დამტოვეს. დამიტოვა ბაკლაშკით სპირტი. რა ყინავს და მაცვია ფრაკი შავი და რაღაც მეტი არაფერი. თავლია ერგული და რაღაც დაფეხურები დავინახე მე ბოლოს და მე დავლია უკვე ეს მეთქი ან დათვი მოვიდეს ამ გელი ბოლოს დამინახეს როგორც იქნა და მომადგნენ მე თვითვრინავი და აი ესეთი თავგადებით მუშაობდა ყველა ნოდა ეხლა ავიყვანეთ ჩვენ კი ავიყვანეთ კაცო დირექციამ იმას რა ქვია ხო ამისთვის რომ აგვიყვანა იქა დაიქირავა დირექციამ ვერტფრენი და გაიყვანეს ვერტფრენით თებში კაცო აქ ცხელა და იქ სიცივეა თოვლია ხო ყინვა კაცო ყინვა იქიდან უნდა დაიყვიროს ყვა და მეტი არაფერი ეს ყვა ჩაწერილია ყველაფერი რა მაინც ხო და მოგეთ ეს გადაიღეს შორიდან ასე ეს რომ მოდის ეს კადრი რაღაცა და ნუ მორჩეს გადაღება მაგრამ დავიცდათ მორჩა ისე ხო ისე დამთავრდა ისე დავავდე ჩახში და გაგვახსენდა მე გოჩა სად არის და ეგერ არის ისევ გადარეკეს ვერტალიოტი ისევ გაგზავდეს ისევ და მე ვეკითხებოდი გოჩა შეიძლება შევოდი სანამ ვერტალიოტი მოვიდო და ისე არაფერია კაცო მე კოდაკი მქონდა იმას სვამდიდა და ეს არის ზუსტად ის ბაკლაჩკები რომელიც ახსენა და შავი და ვახსენებდიო ყინულებში რა არის თან ხელი შავი ხო ფრაკი იყო და შიგნით პენაგი და მოკლედ დიდი გმირობის ფასად მოახერხა ამ გადაღების შემთავრება კონიაკმა უშველა კაცო კონიაკო აბარა კაცო და ისა მე მარტო კონიაკს ვამდი არაო კაცო კიდე ჩემს მიღრას ვეროდიო ჩურჩულით იქშენებდიო დირექტორს ვირუსების გრძნობა ქონდა გამახვილებული აი ეს ჩანდა როგორც სიმღერასთან დამოკიდებულებაში რეპერტუართან დამოკიდებული ისე პიროვნულად გამახვილებული ქონდა და ყველას რო ეგონა რომ ესე იგი ევგენი გინზბურგს ამასთან დიდი შეხლა შემოხლა ელოდა უთხარი როგორ გაგზელდა ესე იგი ეგონა გინზბურგს რომ მოკლავდა რა ხანო გოჩა წარმოიდგა ხო როგორია რეჟისორს დარჩა მსახიობი თაში ერთხელ უთხრა რომ საქმე მაქვს გინზბურგთან და შეახოდრეს და ჟენერს უყურებდა და მივიდა და ჟენერს ეგონა რომ და ამოიღო და სათვალეა ჩუკა ჟენერს ძალიან კეთილი ძალიან დიდწულოვანი კაცი იყო რა ქონდა ისი? ხმაზე ხო ბევრი ლაპალაკი ხოლო ქონდა რომ ძალიან ძლიერი. მე რომ ღეროდი ბუსარიას აი ეს რო იყო მეცმეტր პოდი და იდგა ხოლმე კულისებში და მისმენდა. თუ რომ გავიდოდი ხოლმე მოვიდა რომ მაგოცებ. აი რამ ხელა შეფასება ამისთანა მომღერლისა. და მის ხმაზე კიდე აი მეცინა ხარ არიები კი მაგრამ აი ის პატარა რაღაცები, აი, ვაბირო ვარშავირო რაღაც. რეჩიტატივები რამდენად სამბეშტავი იყო. სამბეშტავი როგორ თამაშობდა. როგორ თამაშობდა, როგორც ისეთი იყო, აი არ ვიცი, აი კაი, აი რაგდი ყვავი იყო რა. ის რომ ამ ხელა სიმპათია დატოვა თვითონ პერსონაჟმა და ესეთი რელიეფური რომ აღმოჩნდა ეს პირადად გოჩას ძალიან დიდი დამსახურება, იმიტომ რომ თან მასზე იწერებოდა, მისთვის იწერებოდა და მასთან ერთად გამოიძერწა ეს როლი და დიდი წვლილი აქვს იმაში, რასაც საჩიქვთა ქორწილის საერთო გამარჯვება ჰქვია. ერთხელ ესე მოხდა, ხო, კასპში ვარ, როგორ მახსოვს, კასპი. ხოდა 15 წუთი დააგვიელა კონცერტზე და დაიწყო კონცერტი, გოჩა რაღაცა, ნუ მაშინ მობილური სარან მაქანა გამიფულტა. ხო. ხოდა მოკლედ რა ვქნა და მე ვიყავი ყვავის მეგობარი და ყვავი იყო ბასილაია. გადაიწყო ყვავის ოთახოს კი არ ხეროდა. ყვავი როა, შავი როა, პენგონი არ აქვს გული. კარგად ისის მეგობარი, კარგად ისის და ამის შუაში აი ყვავიც მობძანდა და შემოვარდა. ესე იგი ჩვენ რანაირად ხმას გიზავ მე. ჩემო ბესო, შენ ასევე წლები გაკავშირებს მასთან ურთიერთობის და სცენაზე დგომის და ორი ეს წინვალე ტენორი, ორი შესანიშნავი ხმა გამორჩეული ერთად იდექით ან 75-ის კონცერტებზე. ე ბატონო, მე უფრო ადრე დავიწყებ კიდე. ალბათ ერთ-ერთი პირველი, ვინც გოჩას იცნობდა და მასთან შეხება ჰქონდა, ეს ვიყავი მე. ეს იყო 1974
75 წლები ის იყო სახელმწიფო ანსამბლი რერო. აი კოლექტივში მეზნერი. დიახ, არა, უკვე გივი გაჩეჩილი. უკვე გივი იყო, დიახ. ახალი მოსული იყო და ახალი კოლექტივი შექმნა ბატონმა გივიმ და ამ პერიოდში მოგვიწია მე და გოჩას ერთად სცენაზე დგომა, რეპეტიციებზე, ასე ვთქვა, სიარული, ერთად სიმღერა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შენ სიყავი, შენ ცოტა უფრო ადრე წახვედი მე. ხო, ადრე წახვედი და ერთად ვიყავით, ხო, მე, მანანა, გოჩა, კიდე სხვებს აღარ ჩამოთვლი. ეს ის კოლექტივი ახლა მე ახალგაზრდებისთვის მინდა ვთქვა, სადაც მღეროდნენ ცნობილი მომღერლები, ისეთი როგორც ნანი ბრეგვაძე, ბუბაკი კაბიძელი, ნამი აბესაძე, სულიკო კოროშინაძე და აი ძალიან უდიდესი სახელი ქონდა მთელ 300 მილიონიან სივრცეში მაშინ. ყველა ცნობილი მომღერალმა თითქმის გამოიარა ეს სკოლა სახელმწიფო ორკესტრი რეროსი და მეც მაგალითად ბედნიერი ვარ, რომ მე ამ კოლექტივში 4 წლის განმავლობაში მოღვაწეობდი და ძალიან ბევრი რამ ავითვისე მუსიკალურად. ეხლა რაც შეეხება გოჩას, მე მარტივად ვიტყვი, რომ ასეთი აი საქართველოში მაგალითად ასეთი ტექნიკის, ასეთი ვოკალური მონაცემის, ანუ კონკრეტულად ვიტყვი, დიაპაზონის, ტემბრალური მონაცემების მომღერალი მე თითქმის არ შეიძლება. თითებზე ჩამოსათვლი შეიძლება ერთ ხელზეც კი ერთი ხელიც ვერ შეავს. უნიკალური მომღერალი იყო მართლა უნიკალური მომღერალი. პროცესი მე გამახსენდა ევროპაში ვარ, რომელი მე მგონი გერმანიაში და რაღაცა მოვიდა მახსოვს, რაღაცა ვიჯექი და თარჯიმანიც კი იყო და ელაპარაკებოდა რომ შენი თანახმის პატრონიო მე რო აქ ვყავდესო და მოდიო რაღაც ხუთწლიანი კონკრეტული იყო რაღაც კონტრაქტიო ამდენი მარკაო რაღაცები და ეს იყო ბიდა აი მე კინოსტუდიასთან ჩემ ბიჭებთან ბირჟაზე თუ არ დავდეგი სულ არ მინდა შენი მარკები არ მოიგდე რა მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ არაერთი გადაცემა გაკეთდება გოჩასთან დაკავშირებული და რაც დრო გავა მისი ხელოვნების მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩნდება და იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ქართველი მსმენელის მრავალ თაობას ემახსოვრება მისი გაუხუნარი შემოქმედება და ახლა უღრმესი მადლობა მინდა რომ მოგახსენოთ თქვენ დღევანდელი ჩვენი შეხვედრისთვის და საუბრისთვის და მოდით ჩვენი შოუს მაყურებელს საფინალოდ შევთავაზოთ ის არია რომელსაც ანსამბლ ივერის 30 წლის საიუბილეო კონცერტზე ასრულებს ეს არის ყვავის არია ყვავი რომ ვარ შავი რომ ვარ თქვენ გონიათ არ მაქვს გული მეც მჭირდება თბილი სიტყვა მეც მჭირდება სიყვარული მე არავის ვეწოდები ჩემთვის ვარდიც არა ყვავის ვინ რა იცის რა ძნელია ბედი ყვავის ბედი ყვავის ბედი ყვავის მელამყველი რომ წამართვა რად დახუჭეთ ყველა მთვალი ყველა ცდილობთ საბრალო ყვავს გაგდებინოთ კაკალი მე კი ვიცი რა გსურთ შემი რა მოგმაკლავთ ან რა დარდი გენალებათ რატომ ცოცხლობ მე 300 წელი წავდი მეც ვიყავი ერდროს თეთრი მორალურად იცესუბთა ჩემი შრომით პურს ავჭამდი განამუქთად მაინც ყველა იძახოდა ყვავი მყრალი Hodame tu gavborode,
არის საზოგადოების ბრალი არის საზოგადოების ბრალი დღეს ამით გემშვიდობები ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.